შემოგვიერთდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი რევაზ მუჯირიშვილი. ჩვენ ვისაუბრებთ დღევანდელი დღესასწაულის საღვთისმეტყველოს სიმბოლური მნიშვნელობის შესახებ სტუმართან ერთად. მოგესალმებით ბატონ რევაზ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. მოგესალმებით, პირიქით მადლობას მოგახსენეთ მოწვევისთვის და მეც მოგილოცავთ დღევანდელ განსაკუთრებულ დღესასწაულს. ამაღლების მნიშვნელობის შესახებ, საღვთისმეტყველო მნიშვნელობის, ასევე სიმბოლური მნიშვნელობის შესახებ გვინდა რომ ვისაუბროთ. გარკვეულწილად მოძღვართან მქონდა უკვე საუბარი და გვინდა რომ უფრო განვავრცოთ ეს თემა. ჩვენ ვიცით რომ ყველა სიტყვას, რასაც წმინდა წერილი გადმოგცემს, აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, სიმბოლური დატვირთვა და სწორედ აი ამ კუთხით გვინდა ვისაუბროთ. პირველ რიგში აი წმინდა წერილი რას მოგვითხრობს ამ დღესასწაულის შესახებ. კიდევ ერთხელ რომ შეგვახსენოთ და შემდგომ უკვე გადავიდეთ საღვთისმეტყველო სიმბოლურ მნიშვნელობაზე, რაც ალბათ ცხადია სწორედ აი აქედან გამომდინარეობს. დიახ, ზოგადად წმინდა წერილში ამ შემთხვევაში ბუნებრივია იგულისხმება სახარება, სულ მარკოზის და ლუკას სახარებაში გადმოცემული ეს ეპიზოდი და ამავე ლუკას ავტორობით არსებულ ძეგლში ეს არის საქმე მოციქულთა კიდევ უფრო ვრცლად, მაგრამ საერთოდ დიდი სიმწირით გამოირჩევა მოვლენები უფრო შინაარსობრივი თვალსაზრით არის წარმოჩენილი ვიდრე ვრცლად, იმიტომ რომ სახარებაში თვითონ მარკოსთან და ლუკასთანაც არის ერთ მუხლში სულ მოცემული, ხო, არაფერი ამაღლდა დაასრულა რა სიტყვა, რომელიც მოციქულებისადმი იყო საბოლოოდ ნათქვამი, დაასრულა ეს სიტყვა და ამაღლდა ზეცა და დაჯდა მამის მარჯვენით. აი ეს არის რაც თვითონ ამ ოთხთავშია უწყებული და რაც შეეხება საქმე მოციქულთაში, ოდნავ ვრცლად არის, მაგრამ ბუნებრივია სივრცელე ეს პირობითია. აქ დამატებულია თუ თვითონ ამაღლების პროცესი როგორ იყო, როგორ ანგელოზებთან ერთად, კონკრეტულად ორი ანგელოზია იხსენებული, როგორ იქნა ღრუბლით აღტაცებული ზეცად. ნუ ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია თავის ადგილას ჩვენ ვისაუბრებთ თუ რა დატვირთვა, რა მნიშვნელობა აქვს ამას. დიახ. ბრძანეთ თუ არა და მნიშვნელოვანი აქ რა არის ახლა თავიდანვე უნდა აღინიშნოს რომ საერთოდ ყველა მოვლენა რომელიც ჩვენს უფალი იესო ქრისტეს უკავშირდება შეიძლება ერთ პირველადად გასაკვირი იყოს, მაგრამ ყველაფერი სინამდვილეში ეს არის ქრისტესთან დაკავშირებული მოვლენა, მაგრამ საბოლოოდ აქაც ცენტრი არის ადამიანი. არა თავად ქრისტე, რატო? ერთი მარტივი მიზეზის გამო. ანუ ქრისტესთან დაკავშირებული ნებისმიერი ფაქტი შობიდან დაწყებული ვიდრე სწორედაც ამაღლებამდე მისი საჭიროების გამო არ აღსრულებულა. ამიტომ არის ადამიანი ცენტრი, რომ ის მოვიდა, ის იშვა, ის მოკვდა, მანამდე ნათელი იყო და ასე შემდგომ ყველა მოვლენა და ის ამაღლდა მხოლოდ ერთი მიზეზით. ადამიანთათვის უნდა მომხდარიყო ეს შესაბამისად, როდესაც ჩვენ ან ტაძართან გვაქვს შეხება და რასაკვირველია ეს უნიშნელოვანესია საღვთო ლიტურგია და ზოგადად აი ამ მოვლენებთან გააზრებული კავშირი უპირველესად ჩვენ აქედან უნდა ამოვიდეთ. ანუ ეს მოვლენა ის რომ ავიდა მამის მარჯვენით დაჯდა გასაგებია და მნიშვნელოვანია ვკითხულობთ, მაგრამ აი ამ ისტორიის შიგნით რა არის დაფარული საღვთისმეტყველო მიმართულებით ჩვენ რა მოგვიტანა ამ მოვლენა. ერთი რამ უნდა ვთქვათ, ჩვენ თუ არ მოგვიტანა მოვლენა რაიმე, ანუ გამომხსნელობითი თვალსაზრისით ბუნებრივია, არც არის ასეთი რაღაცა წმინდა წერილში აღნიშნული, მაგრამ ის ფიზიკურად შეუძლებელია იმაზე ყურადღების გამახვილება. ანუ ჩვენთვის, აი მე ამაზე ბუნებრივია რა მოგვიტანა ამაღლება, თუ რატომ იყო ჩვენთვის სხვათა შორის ამაღლებას უწოდებენ საეკლესიო მოძღვრები გვირგვინი ქრისტეს მოღვაწეობისა და აი რატომ არის გვირგვინი? აქაც არა იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი უკანასკნელი ქმედება ქრისტესი ამ ქვეყნად. ამიტომ არა. აი რატომ არის გვირგვინი უკვე ეს არის ძალიან საინტერესო ჩვენთვის ამ შემთხვევაში ადამიანთათვის და ბუნებრივია თავი უკვე ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ. ბატონ რევაზ, ადამიანური ბუნებით ამაღლდა რასაკვირველია და აი ეს რას მიანიშნებს საინტერესოა და ამით სრულდება უფლის მიწიერი ცხოვრება, ხომ? შეიძლება ითქვას. დიახ, აი წეღანაც აღნიშნე რომ ეს იყო ერთი უკანასკნელი ქმედება ამ ქვეყნად ყოფნისა ქრისტეს. ახლა რა თქმა უნდა, ქრისტე როგორც ყოვლის მოქმედი ღმერთი ის არ წყვეტს რასაკვირველია თავის ქმედებას ადამიანთან მიმართებით, მაგრამ უშუალოდ მისი ამა ქვეყნად რაიმე ქმედება იყო ასრულებული და ეს არის უკანასკნელი. ამის შემდგომ ესე პირა გამოცხადების გზით გასაგებია პირდაპირაც ეცხადება ღმერთი უკვე ადამიანს, მაგრამ აი ეს უშუალო კავშირის ასე მოდი ასე ვთქვათ, აი ფიზიკური
გაწყვეტა და საბოლოო სიტყვების და საბოლოო ქმედებაც იყო მაცხოვრისგან აღსრულებული, ბუნებრივია. და ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ თქვენ აღნიშნეთ დასაწყისში და ახლა გავუსვით ხაზი, რომ კაცობრიობი ბუნებით ამოხდა. ბუნებრივია ქრისტესთან დაკავშირებული ყველა მოვლენა კაცებას უკავშირდება, იმიტომ რომ ღმრთებასთან მიმართებით, რადგანაც ის გარეშემო უწერელია, ყველგან ყოფია, საერთოდ მას არც სხეულებრივობა არ აქვს და ჩვენი ადამიანური რაიმე გააზრება არ მიესადაგება, ის ვერც ქვეყნად იქნებოდა საღმრთო ბუნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ყველგან მყოფია, ის ყველგან არის, ანუ ქვეყნად ვერ იქნებოდა, იმას კი არ გულისხმობ, ის არ იყო ქვეყნად. არამედ ჩვენ ადამიანების გონებაში როგორც არის, მე თუ ვარ ახლა აქ, არ ვარ სხვაგან, ხო? ბუნებრივია. აი ღმერთთან მიმართებით ეს წარმოუდგენელია, ამიტომ როდესაც ვამბობთ, რომ ის მოკვდა, დაეფლა, აღდგა, მანამდე ჯოჯოხეთში ჩავიდა და ახლა ამაღლდა, ეს ყველაფერი ადამიანთა გონებაში უნდა იქნას მიმართული კაცებისადმი, იესო ქრისტეს კაცობრიობი ბუნებისადმი, თავისთავად ცხადია და არა ღმრთეებიდან გამომდინარე. ღმრთეება რა თქმა უნდა ყველგან ყოფია. ჰიმნოგრაფიაში არის ერთი ესეთი ძალიან საინტერესო გამოთქმა, ქრისტეს როდესაც მიემართება, რომელმან წიაღნი მამისანი არა დაუტევენ. ანუ იშვა ქრისტე, მოვიდა ამ ქვეყნად, მაგრამ ისე რომ წიაღნი მამისანი არ დაუტოვებია. ეს ერთი გამოთქმა ასახავს იმას, რომ იესო ქრისტეს თან დაკავშირებით, როდესაც ღმრთეებას გავიაზრებთ, იქ სადმე გადაადგილება, ან რაიმეს დატოვება, ან რაიმე და სადმე მისვლა ბუნებრივია, ეს არის პირობითი და არა ბატონებაც, აი რომ მივყვეთ ისტორიულ ქრონოლოგიას, რა მოხდა ამაღლების დროს, ესე იგი გალილეიდან ბრუნდებიან მოწაფეები, იერუსალიმში იკრიბებიან და მოქმედება ელეონის მთაზე ხდება, უფალი მათ ესაუბრება და მაკურთხეველი ხელებით მაღლდება და უჩინარდება ღრუბლებში. აი ამ ყველაფრის სიმბოლურ მნიშვნელობაზე რომ გვესაუბროთ თითოეული ქმედების. სხვათა შორის მანამდე აი ლუკა საქმეთა სკოლაში აღწერილი, რომ აცხოვარმა აღუთქვა მოციქულებს, ნუ გიშინის მცემელის მოვლენები შეხსენება კიდე თორე სახარებაშია ესენი ეს მოვლენები აღნუსხული სწორედაც, მაგრამ არ იყო გაცხადებული მოციქულთათვის კონკრეტული ჟამი თუ როდის უნდა მომხდარიყო ეს, არამედ მოელოდეთ იყავით იერუსალიმში და მოელოდეთ კონკრეტულად ამ დღეს. ახლა ამას თავისი რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს ასკეტური თვალსაზრისით, რომ ადამიანი ყოველთვის განმზადებისკენ უნდა იყოს მოწოდებული, მას არ უნდა ჰქონდეს მითითებული კონკრეტული, ანუ რათა არ მოდუნდეს, დიახ, აბსოლუტურად მართებულია და მზად ყოფნას გამოხატავდეს ყოველთვის რაღაც მოვლენასთან შესახვედრად. ამ დროს კიდევ უფრო მეტად ორიენტირებულია. დიახ, და როდესაც მე უშუალო მოწოდება მოხდა ზეთისხილის მთაზე მაცხოვრის მიერ, ეს იყო ერთი მხრივ, როგორც წეღანას თქვით, რომ ფაქტობრივად შეიძლება ადამიანური კუთხით შევაფასოთ, როგორც გამომშვიდობება, სხვათა შორის იკონოგრაფიულად ტრადიციული აღნუსხვა ამ მოვლენისა, ახლა შეიძლება იყოს სხვადასხვა მცირედი დანამატები, მაგრამ ძირითადად ფაქტობრივად უგამონაკლისო ჩვენ გვხდება ასეთი ვითარება. ანუ ქრისტე როგორც იყო ისტორიულად, მანდორლათი მოცული, მანდორლა ეს ახთო დიდებასა და ზეციურ დიდებას უკავშირდება, ღრუბელზე ჯდარი, იმიტომ რომ ესეც დაფიქსირებულია წმინდა წერილში თავად საქმე მოციქულთაში, ორი ანგელოზით, როგორც ლუკა მახარებელი გონი ორ კაცს ზედა მოადგესო მას, ან ეს ორი მოწამე არის ამ შემთხვევაში და მოწამეობასთან დაკავშირებითაც აუცილებლად ვიტყვით და 12 მოციქული, ნუ ისტორიულად ჩვენ თუ ვიტყვით მართლა რა თქმა უნდა აქ იუდა ვერანაირად ვეღარ იგულისხმება ამ პერიოდში ნუ არის ხოლმე ესეთი შემთხვევა ჩვენ თუ ქრონოლოგიას გავყვებით სწორედ საქმე მოციქულთას აი ამ შემთხვევაში საქმე მოციქულთას გარდა უკვე ჩვენ არსად არ გვხდება მსგავსი მოვლენა ჯერ მოციქული გამორჩეული არ არის როდესაც მაცხოვარი ამაღლდება თუმცა ტრადიციულად აქ როგორც ცოტა არ იყოს ეს იკონოგრაფიული მოვლენა თვითონ საერთოდ იკონოგრაფიას ახასიათებს რომ ქრონოლოგიას კი არა არ ხვევს ასე პირადად მაგრამ მისთვის თავარი ორიენტირი ქრონოლოგია არ არის აი მაგალითად ჩვენ შობის ხატი ვიცით უკვე თანამედროვე ტრადიციულად ჩამოყალიბებული ხატი, სადაც გაერთიანებულია ქრონოლოგიურად მომხდარი ორი სხვადასხვა დროს მომხდარი, წყემსებიც არის გამოსახული იქ და მოგვებიც. მათი მოსვლა თანადროული არ ყოფილა, მაგრამ იკონოგრაფიის მნიშვნელოვანია თვითონ მოვლენის ხაზგასმა. ისევე არის აქ და პავლე მოციქულს გამოსახავენ ხოლმე სხვათა შორის. ეს ძალიან საინტერესოა, რომ მე მართალია მატათა მოციქულია გამორჩეული მე-12-ით, მაგრამ აი პავლე არის შემოყვანილი სხვათა შორის როგორც იგივე პარალელი შეიძლება გავავლოთ სულთმოფენობის იკონოგრაფიულ გამოსახულებას, აქაც პავლე მოციქული ჯერ არ არის მოციქულთა წიაღში შემოსული, მაგრამ გამოისახება. აქაც ეს თითქოს დარღვეულია, მაგრამ თავი შინაარსზეა ყურადღება გამახვილებული. და რას ვამბობთ, რომ
გარდა იმისა, რომ ეს არის გამოსამშვიდობებელი მოციქულთა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის ცენტრში ბუნებრივია წარმოუდგენელიც არის სხვაგვარად იმ იკონოგრაფიულ გამოსახვაში და გარდა იმისა, რომ მათთან გამომშვიდობება ამავე დროს არის, აი თქვენ როგორც თქვით, მაკურთხეველი შემთხვევა, უკვე მაკურთხევლობა მოციქულთა, ყოვლადწმინდა ქალწულისას და მოციქულთა კურთხევა დალოცვა მოღვაწეობისთვის. ანუ რასაც მაცხოვარი ეუბნეოდა ხოლმე, ვიდრე კიდევ ამ ქვეყნად იყო და რაღაც მოვლენებს უკავშირდებოდნენ, რომ დადგება დრო, რომ მე წავალ აქედან და თქვენ მარტო მოგიწევთ დარჩენა. აი ეს იყო გარდამავალი პერიოდი, როდესაც მოციქულები უკვე მარტო უნდა დარჩენილიყვნენ ამ ქვეყნად და უკვე დამოუკიდებლად უნდა ემოქმედათ. ეს გასაგებია რთული იყო, მაგრამ არ შეშინებიათ, ხო, მაგრამ სწორედაც აი ეს მაკურთხევლობასაც ხო ეს დატვირთვა აქვს. ახლა ჩვენ ხედავთ სახარებას, რომ გადავშლით და გავყვებით ქრონოლოგიურად ისტორიას, გარკვეულწილად ეშინიათ მოციქულებს აღდგომის შემდგომ, ხო? ჩაკეტილნი არიან და ნუ ეს ვითარება, ესე ჩემ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ გასაკვირი არაფერია. მაგრამ სწორედაც აი აქ გვჭირდება ჩვენ უფლისგან შემწეობა და მაკურთხევლობა, რომ ისინი კიდევ უფრო რთულ ვითარებაში არაფერი არ იყო მანამდე, რაც მოხდა, რასაც შეესწრნენ ისინი, რაც მათ ელოდათ. აი ამიტომ სჭირდებათ მათ დალოცვა, კურთხევა ქრისტესგან, ერთი მხრივ ნებართვა იმისა, რომ მათი მოღვაწეობა სწორედ ამ მიმართულებით უნდა იყოს და მეორე ძალის მიცემა ბუნებრივია და ანუ შემწეობა ამაში, რომ როგორც აი მარკოზის სახარებას არის აღწერილი, რომ ამას გააკეთებთ თქვენ საწას უამრავი ტანჯვა ელით მათ, მაგრამ ამით არაფერი არ დააკლდებათ. აი ეს ბუნებრივია უნდა აღსრულებულიყო და ამიტომაც აკურთხევს ქრისტე, ლოცავს სხვათა შორის შეიძლება ეს ვიღაცა მიფიქროს, რომ დამთხევა ჩვეულებრივი რაღაც მოვლენა და არც იყოს ყურადღება გასამახვილებელი, მაგრამ თუ დავაკვირდებით ასე დროს, ხშირია შემთხვევა, როდესაც იკონოგრაფიულ გამოსახულებაში ქრისტეა ცენტრში წარმოდგენილი და სხვა ადამიანები, ეს მოციქულები იქნებიან თუ სხვა, პირით მისკენ არიან მიმართული. ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც პირით მისკენაც არიან მიმართული, მაგრამ თუ დავაკვირდებით, უფრო ჩვენკენ იმზირებიან. ეს სწორედაც იმიტომ, რომ ქრისტე ჩვენთან გზავნის. არათუ ნუ გასაგებია მოციქულები ამავე დროს მისკენ რომ არიან მიმართული, ისინი ადიდებენ, კიდევ ერთხელ როგორც უკვე საბოლოოდ ცნობენ. ეს საბოლოოდ ცნობა მან უნდა გავაკვიროს, იმიტომ რომ ისინი ამტკიცებენ, რომ ნამდვილად ჭეშმარიტად იესო ქრისტე არის ერთადერთი ღმერთი. ეს არის დიდება და ამტკიცება მისი და ამავე დროს პირით ჩვენკენ მოციქულებისა, რომ ჩვენთან გზავნის, ჩვენთვის სამოღვაწეოდ, აი როგორც პეტრეს ეუბნება, რომ იქნები მესათხევლე კაცთა. აი მესათხევლეება და ანუ მომნადირებლება თარგმნის ბუნების გზავნის მაცხოვარი. რაც შეეხება ხა ჩვენ ღრუბელი ვთქვით, ღრუბელი საერთოდ წმინდა წერილში სულიწმინდის მადლს განასახიერებს, ძალიან ხშირი შემთხვევა, არა მარტო ახალ აღთქმაში, არამედ ძველი აღთქმის პერიოდში ღრუბელი უძღოდა მოსესთან მთელ საზოგადოებას, როდესაც ისინი ზღვაზე უნდა გადასულიყვნენ, აი სულიწმინდის მოქმედებითი გამოხატულება და სწორედაც მასზე მჯდომი, აი ამ მადლის მეშვეობით იქნება. აქაც ეს მადლისმიერობა კაცებას განეკუთვნება ქრისტეში, თორე თავად არის ღმერთი, ბუნებრივია სამება ერთი და განუყოფელია და აქ თუნდაც აღდგომას ვიტყვით თუ ამაღლებას თუ ნებისმიერ რამეს ქრისტე არ საჭიროებს არავის შეწევნას და არავის თანადგომას ან არავისგან ხელის მოკიდებას და აყვანას, მაგრამ კაცებას განეკუთვნება ეს ყველაფერი ბუნებრივია და ამავე დროს სიტყვების აღსრულება, რომ აი მე წავალ და მოგივლენთ ნუგეშინის მცემელს, სწორედაც გამოჩენა. აი ნუგეშინის მცემელის, რაც შეეხება ორი ანგელოზი, ორ ანგელოზს სხვათა შორის წმინდა ივანე ოქროპირი ასე განმარტავს, რომ ძველ აღთქმაში იყო ასეთი ტრადიცია, მოვლენის ჭეშმარიტება უნდა დამტკიცებულიყო ორი ან სამი კაცისთან უმეტის მიერ, ანუ არა მცირე ორი კაცისა და სწორედ ესეც არის მოწმობა, რომ დიახ თქვენს რასაც ხედავთ არის ჭეშმარიტი და ეს არ არის რაიმე მოჩვენებითი და სხვათა შორის პირდაპირ ეუბნებიან, ხო ეს ცალკე მოვლენაა კიდე, რატომ უყურებთ და გიკვირთ, აი გიკვირთ, იმიტომ რომ გაკვირვებულნი არიან. მოციქულები კარგია რომ ეს გამოსახულებაც მიმდინარეობს გაკვირვებულნი ბუნებრივია მოვლენი და ანგელოზები შეაგონებენ რატომ გიკვირთ როგორც თქვენ ხედავთ ახლა დიდებით ესეც კიდე ცალკე საკითხია დიდებით უკვე აღმავალს ასევე იხილავთ მომავალში დიდებით მომავალს ქრისტეს და ეს უკვე იქნება კაცთა საბოლოო და დამამტკიცებელი სიხარული ბუნებრივია ბატონოს აი წამში ვკითხულობ და ამაღდა იგი და დაჯდა მარჯვენით ღვთისა და მამის აი მარჯვენეობა აი მარჯვენით დაჯდომა ეს რას გულისხმობს
გულისხმობს? მარჯვენაობა დიახ იგივეა რაც წეღანაც თქვით ქრისტესთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ეს არის პირობითი წარმოუდგენელია ჩვენ მართლაც მოვიფიქროთ ასეთი რამ და ვიგულისხმოთ აქ რომ ქრისტე ავიდა და დაჯდა მამის მარჯვენით ჯერ საერთოდ საღვთო წიაღში მსგავსი რაღაცა წარმოუდგენელია მარტივი მიზეზის გამო რომ ღმერთს არც მარჯვენა არც მარცხენა არც წინა არც უკანა ბუნებრივია არ აქვს იმიტომ რომ ის გარშემოუწერელია გარშემოუწერელობა უკვე ამას გულისხმობს რომ არ არის ადგილი სადაც ჩვენ შეგვიძლია ანუ მიმართულება აღნიშნოთ არამედ საერთოდ მარჯვენა სხვათა შორის აი ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა წმინდა იოანე ოქროპირს აქვს ცალკე შრომა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ საუბრობთ ჩვენ ღმერთზე ჩვენეული ტერმინოლოგიით. არა და სინამდვილეში ყველაფერი იქიდან არის პირობითი. პირობითი რას გულისხმობთ? აი რომ დავიწყოთ ძველი აღთქმიდან რომ ღმერთი დადიოდა, მოესმა ადამიანს ხმა და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა ღმერთი ვერციulis ცოტა ისე უხერხულად შეიძლება, მაგრამ მას ხეული არ აქვს. ისევ და ისევ გარშემოუწერელია და ბუნებრივია მასთან დაკავშირებით ან რაღაცა სიარული, მსვლელობა, ან განრისხება, განრისხდა ღმერთი, შეიყვარა ღმერთი, მაგრამ ასეთი რაღაც არის პირობითი, მხოლოდ ადამიანური ტერმინოლოგიით გარკვეული მოვლენის, არა საღვთო შესაძლებლობის, არამედ მოვლენის ასახვა. აი კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებითაც მარჯვენა საერთოდ საღვთო წიაღს უკავშირდება ჩვენს ახლა ჩვენს ყოფით ცხოვრებაშიც ვამბობთ ხოლმე ხო ან ჩემი მარჯვენა ხელია ერთგულების გამოხატულება და არ ვამბობთ მარცხენა ხელია ახლა ესეც ჩვენ ხო რატომღაც ავირჩიეთ ადამიანებმა რომ მარჯვენას უფრო უპირატესობა მივენეჭეთ ვიდრე მარცხენას არა და ამიტომ ერთგულების თვალსაზრისით ყოველთვის გულისხმობთ აი მარჯვნივ ყოფნას აი თუნდაც სახარებაში მარჯვენა თვალის ამოღებაზეა საუბარი და ასე შემდგომ არა აი ამ მნიშვნელობით არის თქვენ რომ საღვთო წიაღში მარჯვნივ ჯდომა ეს უკავშირდება იმას რომ ქრისტემ აი განსაკუთრებულ ადგილას ის განსაკუთრებული ადგილის ყველგან ყოფობა და პირობითია მაგრამ აი ღმერთთან არის ნამდვილად და სხვა არსად სწორედაც ამაზეა ბუნებრივია ხაზგასმა. დიახ. და აი თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ რომ ნებისმიერ ასეთ მოვლენას იმ კუთხით აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა თუ რა მოუტანა კაცობრიობას, რა განხორციელდა ამით ადამიანებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის და აი ამაღლებამ რა მოუტანა კაცობრიობას ამით რომ დავასრულოთ და შევაჯამოთ ჩვენი საუბარი. ამ მოვლენას სამი მთავარი მნიშვნელობა აქვს. პირველი ეს არის დასამტკიცებელი აღდგომისა სხვათა შორის ჰომილიებში გვხდება კიდეც ეს გამოთქმა, რომ მოციქულნი განამტკიცა იმ რწმენაში, რა რწმენაში, აღდგომის რწმენაში. ახლა რას გულისხმობთ ამაში? ყველა მოვლენა, რაც ქრისტეს უკავშირდება, ამაღლებით გვირგვინით შეიმოსა. ანუ სხვას არაფერს ახლა შეიძლება უხერხულად ჟღერდეს რომ არ ჩობას, არც ერთ მოვლენას არ ეკნებოდა მნიშვნელობა თუ ამით არ დაგვირგვინდებოდა. ანუ ეს იყო მთავარი დამტკიცება, რომ ქრისტე ადის დიდებით და სწორედაც იქ მივიდა და იქ დამკვიდრდა, იქ დაჯდა, ასე რომ ვთქვათ, რისკენას მთელი ეს მოღვაწეობა იყო მიმართული. ეს პირველი. მეორე უკვე ადამიანებისკენ, ნუ იქაც ბუნებრივია ჩვენთვის დასამტკიცებელია, მეორე ეს არის რაც ყველაზე ცენტრალური შეიძლება ითქვას ადამიანის კვლავ აღდგინება თავდაპირველ და კიდევ უფრო დიდ პატივში როგორ პატივში თავად შეიქმნა ისა როგორ პატივში შეიქმნა თავის დროზე ადამიანი ანუ აი ამ პატივში აღდგინება პატივის დაბრუნება და კიდე აღმატებული და წეღანაც თქვი და გავიმეორებ რომ ჰომილიებში დაფიქსირებული უკლებლივ ყველასთან აბსოლუტურად გამონაკლისოდ რომ ანგელოზებზე მაღალ მდგომარეობაშიც კი დაამკვიდრა იმიტომ რომ თავად შეიმოსა კაცება ანუ ყველა ჩვენგანი ასე რომ ვთქვათ არა პიროვნულად არამედ ბუნებიდან გამომდინარე შეიმოსა და აღიყვანა მამის მარჯვენით და ამით განსაზღვრა მისი პატივი და აღმატებულობა ყველა დანარჩენ არსებაზე აქაც კიდევ გამოიკვეთა რომ ცენტრია სწორედაც ადამიანი და მესამე ეს არის წინა გამოსახა რაღაც სამომავლო რა გამოსახა ახლა შეიძლება პირველს უკავშირდებოდეს რაღაც მოვლენით ახლა ჩვენ დიახ დღესასწაულობთ აღნიშნავთ გვიხარია მაგრამ მოდი შეკითხვა დაისმის ასე რას ვხარობთ რა გვიხარია მარტო ამაღლებით არა საერთოდ აი ქრისტეს გამოჩენით ის რომ ღმერთი მოვიდა ჩვენთან და ჩვენ გვერდით იყო რაღაცა პერიოდი ეს ამაზე თუ ჩაურმავდებით რა ეს ღმერთი ყოველთვის ჩვენთან არის ამაზე არ არის საუბარი არამედ თავარია კაცთა გამოსნა აღსრულდა და
დიახ. აღთქმა პირობა ის სხვათა შორის მწამს იბრძანეთ თქვენ და მწამში სწორედაც ეს არის მოველი აღდგომა სამკვდრეთით ხო აი სამირმისო ცხოვრება მთელი ჩვენი ორიენტირი დანარჩენი მთელი ისტორია ამისკენ არის მიმართული ანუ ჩვენ ვსასწრებთ იმას რომ დადგება დრო და ჩვენი ეს ყოფითი ცხოვრება მატერიალური ეს ხრწნადი ცხოვრება დასრულდება და სამირმისო სამომავლო ცხოვრებაში ახლა ამის გამოხატულება უნდა არსებობდეს ღერთია მე ვიღაც დამპირდა რამეს მაგრამ ნუ გადის წლები და გასაგებია დამპირდა და რა ხო უნდა ვიცოდე აი სწორედაც რომ მან საკუთარი თავი ჩვენეული ბუნება შემოსილით ბუნებრივი აღამაღლა და დასვა მამის მარჯვენით ეს არის წინამოსწავება იმისა რომ დიახ ასევე მოხდება ყველა ადამიანში და სხვათა შორის მე ამითაც უნდა აღვნიშნო რომ აი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ამასთან პირდაპირ დაკავშირებულია რომ ეს იყო გამოვლინება იმისა რომ აი ადამიანი იმიტომ რომ ხორცით მყოფობს ვიცით ჩვენ ყოვლადწმინდა ქალწულის სასუფეველში ისევე როგორც ქრისტე, მაგრამ ქრისტე მაინც პიროვნულად ადამიანი არ არის, ხო, საღვთო პიროვნებაა და შეიძლება ვიღაცას იფიქრა, რომ გასაგებია ხა ბუნება კაცობრიო, მაგრამ ეს მაინც საღვთო პიროვნება. სრულად ადამიანი, წმინდა ადამიანი, გასაგებია სიწმინდე მან მოიპოვა, ეს ბუნებით კი მოპოვებულია ეს სიწმინდე. ესეთ წმინდა ადამიანი სწორედაც ამ სიწმინდით მიიღწევა ის განსაკუთრებული მდგომარეობა და რეალობა. ანუ ეს არ არის უბრალოდ რაღაცა დაპირება, რომელიც ან ახსრულდება, ან არ ახსრულდება. ეს არის რეალობა, რომ ყველა ჩვენგანი, ნუ ინებოს ღმერთმა რომ ასე იყოს, ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე, ყველა ჩვენგანს აქვს საშუალება იმისა, რომ ღვთისშვილობა განეკუთვნოს კონკრეტულად, ანუ არა უბრალოდ მის მიერ შექმნილობა, არამედ ღვთისშვილობა და იყოს იმ წიაღში, რა წიაღისთვისაც სინამდვილეში იყო განკუთვნილი. ეს ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი რევაზ მუჯირიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.